თუ კი ამ ფოტოს შეხედავთ, რომელიც 1927 წლის ოქტომბერში წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ ნიკუმაროროზეა გადაღებული, შეამჩნევთ წყლიდან ამოშვერილ ობიექტს. ერთი შეხედვით, ეს უბრალო მარჯნის რიფი ან გემის ნარჩენი გეგონებათ, მაგრამ თანამედროვე ციფრულმა ანალიზმა შოკის მომგვრელი რამ გამოავლინა. ამ ფოტოს ავტორი ბრიტანელი ოფიცერი ერიკ ბივინგტონია, რომელიც სტანდარტულად მანამ სანამ ბრიტანეთი რომელიმე კუნძულის კოლონიზაციას დაიწყებდა, აფიქსირებდა ტერიტორიის ლანდშაფტს. ფოტო არქივში ათწლეულობით ინახებოდა და მას ყურადღებას არავინ აქცევდა. თუმცა 2010 წელს მკვლევართა ჯგუფმა ტიქარმა ის ექსპერტიზაზე გაგზავნა. აი სპეციალისტმა ჯეფ გლიკმანმა კი ციფრული დამუშავებისა და ფოტოს ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ განაცხადა, რომ წყლიდან ამოშვერილი სილუეტი საოცრად ემთხვეოდა Lockheed Electra-ს სავალ ნაწილს, ანუ ამელია ერჰარტის თვითმფრინავის ჩასის მექანიზმს. ეს იყო პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ამელია ერჰარტის თვითმფრინავი არა ოკეანის ფსკერზე, არამედ რომელიღაცა რიფზე დაეშვა. ფოტო ამელია ერჰარტის გაუჩინარებიდან სულ რაღაც 3 თვეში იყო გადაღებული და თუ კი კვლევის შედეგი არ იყო მცდარი, გამოდიოდა, რომ მფრინავმა ქალმა შეძლო ბარიერულ რიფზე ავარიულად დაშვება. გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გადაურჩა ავარიას და პატარა კუნძულზე აღმოჩნდა. ტიქარმა ნიკუმაროროს კუნძულზე 10-ზე მეტი ექსპედიცია ჩაატარა. მათ აღმოაჩინეს ალუმინის ფირფიტების ნამსხვრევები, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის ნაწილები, იმ ფირმის სახის დამცავი კრემი, რომელსაც ამელია ერჰარტი ხმარობდა და სექსტანტი, რომელსაც ნავიგატორი ფრედ ნუნანი იყენებდა. 1940 წელს, ანუ გამოდის ფოტოს გადაღებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში, ბრიტანულმა ექსპედიციამ კუნძულ ნიკუმაროროს ერთ-ერთ ხესთან აღმოაჩინა ადამიანის ნეშტი, უпростоრედ 13 ერთეული ძვალი. ეს ძვლები გაგზავნეს ადგილობრივ ექსპერტთან, რომელმაც დაასკვნა, რომ ისინი ეკუთვნოდა მამაკაცს და არა ქალს და შემდეგ უკვე ფიჯის არქივში გადააგზავნა თითოეული მათგანი. აქ კი ისინი დაიკარგა. თუმცა ამ ძვლების ისტორია ამით არ მთავრდება, იმიტომ რომ ექიმის, უпростоრედ კი ექსპერტის ჩანაწერები დღემდე ინახება. 2018 წელს ტენესის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ჯანსმა ეს მონაცემები თანამედროვე კომპიუტერული ანთროპოლოგიის პროგრამით ხელახლა გააანალიზა და დაადგინა, რომ ძვლების პროპორციები 99%-ით ემთხვეოდა სწორედ ამელია ერჰარტის სიმაღლეს, სხეულის აგებულებასა და ძვლების სტრუქტურას. ერაუაბა, დაინტრიგდით? ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელოდებათ აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება, რომ დაალაიქოთ იგი და გარდა ამისა, თუ აქამდე არხი არ გქონიათ გამოწერილი, გამოიწეროთ აუცილებლად. მანამ სანამ ამ ისტორიას გავაგრძელებ, მანამდე მინდა შეგახსენოთ ის ფაქტი, რომ 1940 წელს ის ადამიანი, რომელიც ძვლების ექსპერტად ითვლებოდა, პროფესიონალი რომ აღმოჩენილიყო, შესაძლო იყო, რომ ამელია ერჰარტის საქმის გამოძიება გაგრძელებულიყო. მაგრამ ის პროფესიონალი არ აღმოჩნდა და თუ კი თქვენ გსურთ, რომ თქვენი საქმიანობა დაუკავშიროთ ციფრულ სფეროს, მაშინ ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ლინკს, გაეცანით მათ კურსებს და გახდით პროფესიონალი ციფრულ სფეროში. კაი, მიუბრუნდები ისევ ამელია ერჰარტს. 2019 წელს ცნობილმა ოკეანოლოგმა რობერტ ბალარდმა, რომელმაც თავის დროზე ტიტანიკის ნანგრევები აღმოაჩინა, ნიკუმაროროზე უახლესი სონარებითა და წყალქვეშა რობოტებით აღჭურვილი გემით შეისწავლა ოკეანის ფსკერი. ის იმედოვნებდა, რომ Lockheed Electra-ს კორპუსს მიაგნებდა და განაცხადა, რომ თუ თვითმფრინავი ახლოსაა, მას აუცილებლად იპოვიდნენ. თუმცა რამდენიმე კვირიანი ძებნის, ღრმაწყლოვანი სკანირებისა და ასობით საათის ვიდეო მასალის გაანალიზების მიუხედავად, კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოკეანის ფსკერზე ვერაფერი აღმოაჩინეს. ანუ გამოდის, რომ ობიექტი, რომელიც ერიკ ბივინგტონმა თავის ფოტოზე დააფიქსირა, აქ უკვე აღარ იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ის ჩონჩხი, ისევ როგორც თავის ქალა, რომელიც ბრიტანელებმა აქ აღმოაჩინეს, დაიკარგა. მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ 1927 წელს, მაშინ როდესაც ამელია ერჰარტი გაუჩინარდა, ბოლო შეტყობინება, რომელიც მას სადისპეჩეროს გაუგზავნა, გახლდათ ის, რომ მას საწვავი არ ყოფნიდა. აი კუნძულ ნიკუმარარომდე 560 კილომეტრი იყო დარჩენილი და შესაბამისად ის აქ წესით და რიგით ვერანაირად ვერ დაეშვებოდა და შესაბამისად გამოძიება ჩიხში შევიდა. ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა მოხდა იმ დღეს წყნარი ოკეანის თავზე, როცა ამელია ერჰარტი გაუჩინარდა? და იმისთვის, რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი, დროში უნდა დავბრუნდეთ. უნდა ვესტუმროთ იმ ეპოქას, რომელშიც საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ არ იყო კარგად შესწავლილი. რადიო კი ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლებოდა, მაგრამ ჯერ ვერ ფუნქციონირებდა იმდენად სრულფასოვნად, როგორც დღეს. უნდა დავუბრუნდეთ იმ ქალის ისტორიის საწყის, რომელსაც იმის დამტკიცება სურდა
რომ ყველაფერი შეუძლია. 1930-იანი წლები ტექნოლოგიური განვითარების ეპოქად ითვლება. მას შემდეგ რაც ძმებმა რაითებმა პირველად იფრინეს, 30 წელიწადზე ოდნავ მეტი იყო გასული. თუმცა ამ წლების განმავლობაში ავიაცია გარდაიქმნა იმ სფეროდ, რომელიც სამყაროს რადიკალურად ცვლიდა. თუკი 1903 წელს ძმებმა რაითებმა მხოლოდ 37 მეტრი გაიფრინეს და ისიც მიწის ზედაპირიდან სულ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, 1930-იანი წლებისთვის პილოტებს უკვე შეეძლოთ ოკეანის გადალახვა. თვითმფრინავები ამ პერიოდში ჯერ კიდევ სიახლედ ითვლებოდა. მათი ეშინოდათ. პილოტებს კი გმირებად აღიქვამდნენ. იმ ადამიანებად, რომლებიც რისკავდნენ სიცოცხლეს უცნობი ჰორიზონტების დასაპყრობად. ამ ეპოქაში ავიაცია არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ პროგრესისა და ადამიანური შესაძლებლობების მთავარი სიმბოლო გახდა. ყოველი ახალი რეკორდი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცეოდა. 1927 წელს ჩარლზ ლინდბერგმა ატლანტის ოკეანე მარტონ გადაიფრინა. ის ნიუ-იორკიდან გაფრინდა და პარიზში დაეშვა. ამ ფრენამ სამყაროს დაუმტკიცა, რომ კონტინენტებს შორის საჰაერო მიმოსვლა რეალობა იყო. ამავე წლებში რადიოც ახალ ტექნოლოგიად ითვლებოდა. სწორედ რადიო ტალღები აძლევდნენ პილოტებს იმის საშუალებას, რომ 1000-ობით კილომეტრის მოშორებით მყოფი სადისპეჩეროსთვის გადაეცათ შეტყობინება. თუმცა მიუხედავად ამისა, რადიო ტალღები იდეალურად ვერ მუშაობდნენ. მათ გავრცელებას ხელს უშლიდა ამინდის ცვლილება, ატმოსფერული ხმაური, ოკეანის ტალღების რხევა და დედამიწის სიმრუდეც კი. სიგნალები ხშირად იკარგებოდა, იხშობოდა, ან უბრალოდ წყდებოდა. პილოტი, რომელიც 1000-ობით მეტრის სიმაღლეზე, უსასრულო ოკეანის თავზე მიფრინავდა, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა რომ აღმოჩენილიყო იზოლაციაში. სწორედ ამ საავიაციო ბუმის, გმირობებისა და რეკორდების ეპოქაში არსებობდა ერთი დაუწერელი წესი. ის რომ ავიაციამ მკვეთრად და მკაცრად მხოლოდ მამაკაცების საქმე იყო. საზოგადოებას ჯეროდა, რომ თვითმფრინავის მართვა იყო დაკავშირებული საკმაოდ სერიოზულ ფიზიკურ ძალასთან და გარდა ამისა იმასთან, რომ აქ საჭირო იყო მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება და მათ ჯეროდათ, რომ ქალს ეს არ შეეძლო. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ერთი ქალი, რომელსაც სტერეოტიპების დანგრევა სურდა. ამელიას ისტორია სულაც არ დაწყებულა თვითმფრინავებითა და ახალი რეკორდებით. მაშინ როცა მე-19 საუკუნის ბოლოს კანზასის შტატის ქალაქ ატჩისონში სხვა მისი თანატოლები იმასწავლობდნენ თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლედი, პატარა ამელია ხეებზე დაძვრებოდა, გვირთხებზე ნადირობდა და თანატოლ ბიჭებთან ერთად ბეისბოლს თამაშობდა. ის ბავშვობიდანვე უარყოფდა იმ დროის გენდერულ ჩარჩოებს, აგროვებდა გაზეთების ამონაჭრებს წარმატებულ ქალებზე და ოცნებობდა ცხოვრებაზე, სადაც წესებს თავად წერდა. ამელიას ოჯახი მუდმივ ფინანსურ კრიზისში და გარდა ამისა გადასვლა-გადმოსვლებში ცხოვრობდა, რის გამოც პატარა გოგონას ხშირად უწევდა სკოლის გამოსვლა, მაგრამ ამან მისი ხასიათი განამტკიცა. ამელია ხვდებოდა იმას, რომ სტაბილურობა ის ფუფუნება, რომელიც მის ოჯახს არ გააჩნდა. და სწორედ ამის გამო მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ის მოეწყო მედდად და ეხმარებოდა ჯარისკაცებს. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც მან პირველად დაინახა ის, თუ როგორ დაფრინავდა თვითმფრინავი. მაგრამ ფრენის მიმართ სიყვარულში გარდამტეხი მომენტი 1920 წელს დადგა. მაშინ, როდესაც მამამ, ედვინ ერჰარტმა, ახალგაზრდა გოგო კალიფორნიაში ჩატარებულ საავიაციო შოუზე წაიყვანა. მაშინ, როცა 23 წლის ამელია აეროპლანების პირუეტებს უყურებდა, მის გონებაში რაღაც იდეა გაჩნდა. მომდევნო დღეს ის თავად მივიდა ერთ-ერთ პილოტთან, ფრენკ ჰოუქსთან და $10 გადაუხადა რამდენიმე წუთიან ფრენაში. რა თქმა უნდა, ამელია აქ მხოლოდ მგზავრის ამპლუაში იყო. თუმცა ამ რამდენიმე წუთმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მოგვიანებით ის იხსენებდა, როგორც კი მიწას მოვწყდით, მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა მეფრინაო. მიწაზე დაშვებისას ამელიამ ფრენკ ჰოუქს უთხრა, რომ ერთ დღეს ფრინავი გახდებოდა, რაზეც პილოტს გაეცინა. მართალია პილოტის მხრიდან ამელიას მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ, მაგრამ მაგ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ქალებს არათუ ფრენის უფლება, არამედ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სულ რამდენიმე თვის მოპოვებული ჰქონდათ. და შესაბამისად დიდად ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის. მაგრამ ამელიას ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აღიზიანებდა და ის ხვდებოდა იმას, რომ თუკი მას მართლა სურდა რომ მოცნება აესრულებინა, როგორც მინიმუმ ფრენის გაკვეთილები უნდა აიღო. მაგრამ ეს ფრენის გაკვეთილები საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული. საათში $10 ღირდა და $10 მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო. მოკლედ ამელიამ იმუშავა ფოტოგრაფად, ტელეგრაფის ჩამწერად, მკერავად და თქვენ წარმოიდგინეთ სატვირთოს მძღოლადაც კი. ის აცნობიერებდა იმას, რომ თავისი მიზნისთვის ბრძოლა აუცილებლად ღირდა
და აბსოლუტურად ყველა თავისუფალ ცენტს ინახავდა იმისთვის, რომ გაკვეთილები აიღო. ამელიას მასწავლებელი ამერიკის ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალი, ნეტა სნუკი გახდა, რომელიც იხსენებდა, რომ ამელია ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურებოდა. ეცვა ინგლისური სტილის სასეირნო კოსტიუმი, ყელზე შარფი ჰქონდა ხოლმე შემოხვეული და ძალიან სერიოზული და ამავდროულად ოდნავ მორიდებული გამომეტყველება ჰქონდა. როდესაც პირველად ვნახე, არ მეგონა თუ ფრენისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. ძალიან გამხდარი და ნაზი ჩანდა. მაგრამ მის თვალებში ისეთი შეუპოვრობა ამოვიკითხე, უარი ვერ ვუთხარი, ამბობდა სნუკი. ნეტა სნუკი ამელიას გაკვეთილებს სასწავლო ორადგილიანი ბიპლანით, ქურთის GN4-ით უტარებდა. ამელია იმდენად მონდომებული იყო, რომ ვერც ერთი პილოტისგან ვერ მოითმენდა არასერიოზულ დამოკიდებულებას. და აქენა გამომდინარე მიიღო იმ პერიოდის ქალისთვის საკმაოდ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება. მან თმა ძალიან მოკლეზე შეიჭრა. და გარდა ამისა, როგორც იგი მოგვიანებით ამბობდა, შეიძინა ქურთუკი, რომელსაც ინახავდა ლეიბის ქვეშ, ზევიდან აწვებოდა, რომ დაკუჭული გამოჩენილიყო თითქოს ის დიდი ხნის პილოტი გახლდათ. ნეტა სნუკი საკმაოდ მკაცრი ინსტრუქტორი იყო. იმ დროისთვის თვითმფრინავებს არ ჰქონდა თანამედროვე ხელსაწყოები. პილოტს ქარის ქროლა სახეზე უნდა ეხსნო. თვითმფრინავის სიჩქარე კი ძრავის ხმით უნდა განესაზღვრა. ამელიას უჭირდა დაშვება. რამდენჯერმე დააზიანა კიდეც თვითმფრინავი, რის გამოც ინსტრუქტორს ეჭვიც კი ეპარებოდა შეძლებდა თუ არა ის ოდესმე დამოუკიდებლად ფრენას. თუმცა 1921 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ, ამელიამ პირველად იფრინა სრულიად მარტო, ნეტას მეთვალყურეობის გარეშე. ძალიან მალე ნეტა სნუკი გათხოვდა, დაორსულდა და ჩამოშორდა ავიაციას. ამელიამ გააგრძელა ინსტრუქტაჟი სხვა მასწავლებლებთან და 1922 წელს, მაშინ როდესაც გოგო უკვე 25 წლის იყო, მემკვიდრეობით მიიღო $2000. ის ერთი წამითაც არ დაფიქრებულა და შეიძინა თავისი პირველი თვითმფრინავი. ეს იყო კაშკაშა ყვითელი ფერის ორფრთიანი კინერ აირსტერი, რომელსაც ამელიამ კენერი შეარქვა. ამავე წელს ამელიამ ქალთა შორის ფრენებში სიმაღლის რეკორდი დაამყარა. იგი 4300 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, ანუ იქ, სადაც ჟანგბადის ნაკლებობა და სიცივე მას ფიზიკურად ცდიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მისი თვითმფრინავი შორს იყო იდეალურისგან. საგრძნობლად ვიბრირებდა და ხშირად ღვրიდა ზეთს. სწორედ ამ ხარვეზებზე დაკვირვების შემდეგ ამელიამ იმართავდა ამერიკელ ავიაკონსტრუქტორსა და ინჟინერს ბერტ კინერს, რომელმაც მისი კარიერის დასაწყისში უდიდესი როლი ითამაშა. ყოველ ჯერზე, როცა გოგონა ახალ ტექნიკურ ხარვეს აღმოაჩენდა, ის დაუყოვნებლივ ეხმარებოდა მის გამოსწორებაში. თუმცა ამ რეკორდების მიუხედავად ავიაცია ამელია ერჰარტისთვის მაინც საკმაოდ ძვირადღირებულ ჰობისთან იყო დაკავშირებული და მაშინ, როდესაც მისი ოჯახის წევრებს გაუჭირდათ, მას მოუწია თვითმფრინავის გაყიდვა. ამის შემდეგ ამელიამ დაიწყო მუშაობა სოცმუშაკად, ობოლ და ემიგრანტ ბავშვებთან, თუმცა ცის მიმართ სიყვარული მას არ განელებია. მთელ თავისუფალ დროს ის ადგილობრივ აეროდრომებზე ატარებდა. ერთი შეხედვით ოცნება დასრულდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით. 1928 წელს ერთმა შეძლებულმა ამერიკელმა, მისის გესტმა, მოინდომა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც ატლანტის ოკეანეს გადაუფრენდა. თუმცა ოჯახის სასტიკი წინააღმდეგობის გამო მან თავად ვერ გარისკა. ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა სხვა ამერიკელი გოგონა, რომელიც ამ ისტორიულ და სახიფათო მისიას სათავეში ჩაუდგებოდა. გამომცემელმა ჯორჯ პატნემმა კანდიდატების შერჩევა დაიწყო. როდესაც მან 30 წლის ამელია გაიცნო, აღმოაჩინა გამბედავი მზერის მქონე, მოკლეთმიანი გოგონა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა ჩარლზ ლინდბერგს და მიხვდა, ეს ის გოგო იყო, რომელიც მისიას შეასრულებდა. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, თუმცა აქ ხაზგასასმელი არის ის ფაქტი, რომ ამელია არ იქნებოდა პილოტი. ის უბრალოდ მგზავრი უნდა ყოფილიყო იქინა გამომდინარე, რომ ორგანიზატორებს არ სურდათ ქალის სიცოცხლით გარისკვა. და შესაბამისად თვითმფრინავს მართავდა ორი გამოცდილი მამაკაცი პილოტი, ბილბურ შტულცი და გორდონ გორდი. მიუხედავად იმისა, რომ ამელია ამაყი ქალი იყო, ის ხვდებოდა იმას, რომ აი ამ ფრენის შემდეგ მისი კარიერა ზევით წავიდოდა და 1928 წლის 17 ივნისს ისინი გაფრინდნენ. სამძრავიანი თვითმფრინავი ფოკერ F7 მეტსახელად მეგობრობა 20 საათ და 40 წუთიანი მძიმე, ნისლიანი და საშიში ფრენის შემდეგ ველსის ნაპირებთან დაეშვა. ამელია ერჰარტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მას ისეთი შეხვედრა მოუწყეს, როგორც ეროვნულ გმირს შეეფერებოდა. პრესა მას ლედი ლინდისაც კი უწოდებდა, თუმცა თავად ამელია ზეიმის დროსაც კი უხერხულობას გრძნობდა.
ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამელიამ საკმაოდ უხერხული ფრაზა გააჟღერა. უხერხული ჩემთვის სათქმელად, თორე ამელი ამას გულწრფელად ამბობდა. მან თქვა, რომ ის უბრალოდ მგზავრი იყო და თვითფრინავში კარტოფილის ტომარასავით იდო. მთელი საქმე ბიჭებმა გააკეთეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ამ გზას მარტოც გაივლიდა. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამელია სურდა ის, რომ ეს ავანსად მიღებული გმირობა რეალურ გმირობად ექცია და ამისთვის მზადება დაიწყო. გამომცემელმა ჯორჯ პატნემმა ამელია ერჰარტის პრომოუტერობა მოირგო როლად. აორგანიზებდა მის ლექციებს, საჯარო გამოსვლებს, სტატიებსა და სარეკლამო კონტრაქტებს. ერთი პერიოდი ახალგაზრდა ქალი ტანსაცმელს, სამგზავრო ჩემოდნებსა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიგარეტ ლაკი სტრაიქსაც კი არეკლამებდა. ერთი შეხედვით ეს ცოტა უცნაური იყო, თუმცა ჰონორარს ამელია მომდევნო ფრენისთვის მომზადებაში ხარჯავდა. დროსთან ერთად ამელიასა და ჯორჯ პატნემს შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო და ისინი შეუღლდნენ კიდეც. თუმცა მიუხედავად შეუღლებისა, რა თქმა უნდა, ამელიამ არ თქვა უარი თავის ოცნებაზე და სულ რაღაც 1 წელიწადში, საუბარი მაქვს ქორწილიდან 1 წელიწადში, გააკეთა ის, რასაც მთელი მსოფლიო სულ განაბული ელოდებოდა. 1932 წლის 20 მაისს ჩარლზ ლინდბერგის ისტორიული ფრენიდან ზუსტად 5 წლის თავზე ამელია თავისი კაშკაშა წითელი ლოქჰიდ ვეგა B5-ით ჰაერში მარტო აფრინდა. ეს იყო 15 საათიანი ჯოჯოხეთური მარტოობა ოკეანის თავზე. ყინულმა თვითფრინავის ფრთები დაამძიმა. ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. საწვავის აუზმაკი გაჟონვა დაიწყო. თუმცა მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან ირლანდიის ერთ-ერთ ფერმაში შვიდობიანად დაასრულა ფრენა. ამელია გახდა პირველი ქალი და ლინდბერგის შემდეგ მეორე ადამიანი, რომელმაც ატლანტის ოკეანე მარტომ გადაიფრინა. ატლანტის ოკეანის მარტო გადაფრენის შემდეგ ამელია ერჰარტი შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი გახდა. მაგრამ ის არასდროს კმაყოფილდებოდა უკვე არსებული მიღწევებით და 1936 წელს გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ის, რაც აქამდე არც კაც პილოტს და არც ქალ პილოტს შესაბამისად არ გაუკეთებია. მან გადაწყვიტა, რომ დედამიწისთვის ფაქტობრივად წრე შემოერტყა ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტით, რომელიც გადიოდა ეკვატორზე, რომლის სიგრძეც 47,000 კილომეტრი იყო. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ გიყვებოდით, რომ კარგად გაგეგოთ ის, თუ ვინ იყო ამელია ერჰარტი და რა მიღწევები ჰქონდა მას. ასე ვფიქრობ, ბევრად უფრო გულთან ახლოს მიიტანთ იმ ყველაფერს, რაც მას მომდევნო პერიოდში გადახდა. ამ მისიისთვის პერდუს უნივერსიტეტის დაფინანსებით სპეციალურად აიგო იმ დროისთვის უახლესი ორძრავიანი თვითფრინავი Lockheed Model 10E ელექტრა. ტექნიკურად საფრენი აპარატი ნამდვილი მონსტრი იყო, თუმცა მის კონსტრუქციას იმისთვის, რომ ოკეანეში 1000-ობით კილომეტრი დაუფარავად ეფრინა, დამატებითი საწვავის სავზები დასჭირდა. ამიტომ თვითფრინავიდან ამოიღეს სავარძლები და უზარმაზარი საწვავის სავზები ჩადგეს. წონის შემცირების მიზნით ამელიამ უარი თქვა დაბალ სიხშირიან მძიმე რადიო ანტენაზე, რაც მოგვიანებით საზღვაო ხომალდებთან კავშირს კატასტროფულად გაართულებდა. ნავიგაციისთვის კი მასთან უნდა წაჰყოლოდა ფრედ ნუნანი, ადამიანი, რომელსაც კომპასითა და ვარსკვლავების დახმარებით უნდა გაეგვლია გზა. პირველი მცდელობა მარტში სამწუხაროდ კრახით დასრულდა. იქინა გამომდინარე, რომ აფრენისას თვითფრინავს დაუზიანდა სავალი ნაწილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ამელია ერჰარტი ამას არ შეუჩერებია. სწორედ აქედან გამომდინარე 1937 წლის 1 ივნისს თვითფრინავი მეტსახელად ელექტრა მეორე დაფრინდა. მომდევნო 1 თვის განმავლობაში მათ გადაუფრინეს სამხრეთ ამერიკას, აფრიკას, ინდოეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას. 22,000 მილი, ანუ მარშრუტის 80% გავლილი იყო და დარჩენილი იყო ყველაზე საშიში მონაკვეთი, წყნარი ოკეანე. 1937 წლის 2 ივლისს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე ამელია და ფრედი ახალი გვინეის ქალაქ ლაედან აფრინდნენ. მათი სამიზნე იყო ჰაულენდის კუნძული. ოკეანის შუაგულში მდებარე სულ რაღაც 2 კილომეტრის სიგრძის მქონე ქვიშის ზოლი. ოკეანეში ამ პატარა კუნძულზე დაშვება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მას ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემი იტასკა ელოდებოდა, რომელსაც რადიო სიგნალით თვითფრინავის მიმართულება უნდა განესაზღვრა. თუმცა ამელიას გაუმართავი აპარატურისა და ამინდის გამო გემსა და თვითფრინავს შორის კავშირი კოშმარად იქცა. დილის 7 საათსა და 42 წუთზე იტასკას რადიო მიმღებმა ამელიას განერვიულებული შეტყობინება მიიღო. ჩვენ სადღაც თქვენთან ახლოს ვართ, მაგრამ ვერ გხედავთ. საწვავი გვითავდება. გემი გამუდმებით ცდილობდა სიგნალების გაგზავნას, თუმცა აქ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტორი, რომ ამელია ერჰარტმა იმისთვის, რომ თვითფრინავის მასა ცოტათი მაინც შეემცირებინა,
მოკლე სიხშირეების მიმღები თვითმფრინავიდან ამოიღო. დილის 8 საათსა და 53 წუთზე იტასკამ ამელიასგან ბოლო შეტყობინება მიიღო. ჩვენ ვმოძრაობთ ხაზზე 157-327 ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამის შემდეგ რადიო ეთერში სამუდამო სიჩუმემ დაისადგურა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა და ძვირად ღირებულმა სამაშველო ოპერაციამ, რომელშიც 66 საბრძოლო თვითმფრინავი და 9 სამხედრო გემი მონაწილეობდა, ვერაფერი იპოვა. ვერც თვითმფრინავის ნამსხვრევები, ვერც საწვავის ლაქა და ვერც ეკიპაჟის კვალი. ამელია ერჰარტი და ფრედ ნუნანი ოფიციალურად დაკარგულებად გამოაცხადეს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ოკეანის უსასრულობამ შთანთქა და სწორედ აქედან იწყება მე-20 საუკუნის ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავსატეხის ამოხსნის პროცესი, რომლის ამოხსნასაც უკვე არაერთი ათწლეულია ცდილობენ. პირველი თეორიის მიხედვით, რომელიც ოფიციალურ ვერსიად ითვლება, თვითმფრინავს გამოელია საწვავი. რადიო კავშირების ხარვეზების გამო ამელიამ ვერ შეძლო ოკეანის შუაგულში მდებარე პატარა 2 კილომეტრიანი კუნძულის პოვნა. როდესაც საწვავის ბოლო წვეთიც გამოილია, თვითმფრინავი ღია ოკეანეში, ტალღებზე დაეშვა. ლოქიდ ელექტრა მძიმე, ალუმინისგან დამზადებული თვითმფრინავი იყო. მისი უზარმაზარი საწვავის ავზები, რომლებიც სალონში იყო დაყენებული, ცარიელი იყო. თუმცა ძრავის სიმძიმის გამო კონსტრუქცია წყალში ჩაიძირა და ოკეანის ფსკერზე დაეშვა. იმ რეგიონში, სადაც თეორიაში ამელია ერჰარტი ავიაკატასტროფაში მოყვა, ფსკერი 4000-დან 5000 მეტრის სიღრმეზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები ისეთ სიღრმეზეა განთავსებული, სადაც სრული სიბნელეა და წნევა ატომურ წყალქვეშა ნავსაც კი გასრესდა. 2025 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ტონი რომეომ, რომელმაც ფაქტობრივად მთელი თავისი ცხოვრება ამელია ერჰარტის ძიებას მიუძღვნა, გაყიდა მთელი თავისი ქონება, მოიზიდა 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დააარსა კომპანია სახელად Deep Sea Vision. მან 16 კაციან გუნდთან ერთად წყნარ ოკეანეში 90 დღე გაატარა და უახლესი წყალქვეშა დრონი Hugin 6000-ით ოკეანის ფსკერის 13000 კვადრატული კილომეტრი დაასკანერა. ჰაულენის კუნძულიდან 160 კილომეტრში, დაახლოებით 4900 მეტრის სიღრმეზე სონარმა წარმოუდგენელი რამ დააფიქსირა. სონარის გამოსახულებაზე მკაფიოდ ჩანს თვითმფრინავის სილუეტი, დახრილი ფრთები და რაც ყველაზე მთავარია მისთვის დამახასიათებელი ორმაგი კუდი, twin tail. სოფლიოში ძალიან ცოტა იმ ეპოქის თვითმფრინავს ჰქონდა ასეთი კონსტრუქცია და ლოქიდ ელექტრა ზუსტად ასეთი გახლდათ. ობიექტი თითქმის დაუზიანებელი იყო და სწორედ იმ ადგილას განისვენებდა, სადაც 1927 წელს ამელიას რადიო სიგნალი საბოლოოდ გაწყდა. ტონი რომეოს თქმით, ეს ვერანაირად ვერ იქნება სონარის შეცდომა. სწორედ აქედან გამომდინარე, ის გეგმავს იმას, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ექსპედიცია ჩაატაროს, რომელშიც ბევრად უფრო მაღალი რეზოლუციის, ანუ მაღალი ხარისხის გამოსახულებას მიიღებს და ის იმედოვნებს, რომ შეძლებს ამ თვითმფრინავის სერიული ნომრის NR-16-0-ის დაფიქსირებას. და წარმოიდგინეთ, თუ კი მას ეს ყველაფერი გამოვა, რომ 99 წლიანი საიდუმლო ამოხსნილი იქნება. მაგრამ მანამ სანამ ტონი რომეო ამ მეორე ექსპედიციას ჩაატარებს და საბოლოო ჯამში ჩვენ გავიგებთ პასუხს, მართლაც ამელიას თვითმფრინავი არის თუ არა ეგ, მანამდე მოდით სხვა ვერსიები განვიხილოთ. თუ კი პირველი ვერსია ტექნიკურ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, მეორე ფსიქოლოგიურ და საგამოძიებო კოშმართან ასოცირდება. მეორე ვერსიაზე უკვე 40 წელიწადზე მეტია მუშაობს ისტორიული საჰაერო ხომალდების აღდგენის საერთაშორისო ჯგუფი, იგივე ტიქარი. და იმისთვის, რომ ამ ტიქარის სამუშაო პროცესს ბევრად უფრო დეტალურად ჩაუღრმავდეთ, მოდით კარგად განვიხილოთ ის თუ რა მოხდა 1927 წლის 2 ივლისს. როდესაც ამელია მიხვდა, რომ ჰაულენდის კუნძულს ვერ მიაგნო, მან რადიოში თავისი ბოლო ცნობილი ფრაზა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც მოძრაობდა ხაზზე 157-327. თუ კი ამ ხაზს სამხრეთ აღმოსავლეთით გახვებოდით, ჰაულენდიდან დაახლოებით 600 კილომეტრში წააწყდებოდით უდაბურ, უკაცრიელ ატოლს, ნიკუმაროროს, მაშინდელი გარდნერის კუნძულს. იმ დილას კუნძულზე დაბალი მოქცევა იყო. კუნძულს კი გარშემო აკრავს ბრტყელი, გლუვი მარჯნის რიფი. ტექნიკური გათვლებით საწვავის ისარი ნულზე იდგა, თუმცა აუზებში რჩებოდა ეგრეთ წოდებული ორთქლის ნარჩენი, რაც საკმარისი იყო კიდევ 20-30 წუთის მოსაგებად. ამელიამ დაინახა რიფი და მძიმე ლოქიდ ელექტრა ოსტატურად დასვა მარჯნის ბრტყელ ზედაპირზე. ამ თეორიის მიხედვით ამელიაც და ფრედ ნუნანიც გადარჩნენ, მაგრამ ამ გადარჩენას მოყვა
ფაქტობრივად ჯოჯოხეთი. და სანამ ამ ჯოჯოხეთზე ვისაუბრებ, მანამდე როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ თითოეული ის არგუმენტი, რომელიც ტიგჰარს აქვს. კატასტროფის შემდეგ ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამელიასგან სიგნალი არ მიუღიათ. თუმცა ტიგჰარის მიერ მოპოვებული არქივები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. იტასკასთან კავშირის გაწყვეტიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ტეხასში, ილინოისში, ვაშინგტონსა და კანადაშიც კი რადიომოყვარულებმა დაიჭირეს 200-ზე მეტი მოკლეტალღოვანი SOS სიგნალი. ყველაზე ცნობილი ამ SOS სიგნალებს შორის 16 წლის ამერიკელი გოგონას, ბეტი კლარკის ისტორია. 3 ივლისის ღამეს ფლორიდაში მცხოვრებმა ბეტიმ თავის ძლიერ რადიო მიმღებში მოისმინა ქალის განერვიულებული ხმა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა. ბეტიმ იქვე, რვეულში, სიტყვით ჩაიწერა მოსმენილი შეტყობინება. ჩვენ წყალზე ვართ, რიფზე ვდგავართ. ჩემი შტურმანი დაშავებულია. ფრედი გონებას კარგავს. წყალი იმატებს. დიდხანს ვერ გავჭერდებით. სხვათა შორის ავია ინჟინერებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ თუ კი ეს სიგნალები მართლაც ამელია ერჰარტის თვითმფრინავიდან მოდიოდა, მაშინ გამოდიოდა ისე, რომ Lockheed Electra რომელიმე რიფზე იყო შემჯდარი. იმიტომ რომ ეს თვითმფრინავი ისე იყო მოწყობილი, რომ თუ კი მისი მარჯვენა ძრავი იყო დაქოქილი, ის მუხტავდა აკუმულატორს, აკუმულატორი კი თავის მხრივ ელექტროენერგიას აწვდიდა რადიო მიმღებს. და შესაბამისად ეს თვითმფრინავი არ იყო ჩაძირული და ყოველდღიურად, მაშინ როდესაც მოქცევა იწყებოდა, რიფზე შემჯდარი Lockheed Electra-დან ამელია და ფრედი აგზავნიდნენ სიგნალს. მაგრამ ეს სიგნალი 5 ივლისის შემდეგ გაქრა. სავარაუდოდ მაღალმა მოქცევამ და ოკეანის მძლავრმა ტალღებმა მძიმე თვითმფრინავი რიფიდან ოკეანეში ჩაითრია, რის შემდეგაც ამელიამაც და ფრედმას დაკარგეს რადიოც, თავშესაფარიც და თვითმფრინავში დარჩენილი მცირე მარაგებიც კი. მეორე არგუმენტზე პრინციპში ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე, ანუ მაშინ, როდესაც 1940 წელს დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ აქ თავისი კოლონიები უნდა დაეარსებინა, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს ადამიანის 13 ცალი ძვალი. ბუნებრივია სხეულის განსხვავებული კეა და სხვადასხვა მონაკვეთებიდან. და გარდა ამ 13 ცალი ძვლისა, მათ აღმოაჩინეს ის ნივთები, რომლებიც ადგილობრივ მეთევზეს ვერანაირად ვერ ექნებოდა. ნაპოვნ ნივთებს შორის იყო ქალის 40 ზომის ფეხსაცმლის ძირი, მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლი, 1930-იანი წლების ამერიკული ნავიგაციური ინსტრუმენტის, სექსტანტის ხის ყუთი, სერიული ნომრით, რომელიც ემთხვეოდა ფრედ ნუნანის მოწყობილობას, ბენზინის კილა, რომელიც ნაჯახით იყო გაჭრილი და ამერიკული წარმოების კოსმეტიკური მალამოს შუშის ფლაკონი. საუბარი მაქვს Dr. Berry's Freckle Cream-ზე, კრემზე, რომელიც ჭორფლებისთვის გამოიყენებოდა. იმ კრემზე, რომელსაც ამელია ერჰარტი 10 წლეულები იყენებდა. სავარაუდოდ ბევრი ჩემი მაყურებელი ახლა ფიქრობს იმას, რომ თუ კი სექსტანტის სერიული ნომერი, ანუ აი ამ მოწყობილობის სერიული ნომერი ემთხვევა იმას, რომელიც ფრედ ნუნანს ჰქონდა, მაშინ რაღა აზრი აქვს სხვა არგუმენტებს. ეს ხომ საკმარისია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს მოწყობილობა არა 1 და 2, არამედ 1000-ობით გამოდიოდა ერთი სერიული ნომერი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოდი ეს არგუმენტები გადავდოთ და მივხედოთ შემდეგ არგუმენტს. შეგახსენებთ იმას, რომ ბრიტანელებმა აქ ძვლები იპოვეს, რომლებიც გაუგზავნეს ადგილობრივ ექსპერტს და ამ ადგილობრივმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ეს ძვლები ეკუთვნოდა მამაკაცს და არა ქალს. 2018 წელს კრიმინალისტიკურმა პროგრამა Fordisk-მა ექიმის გაზომვები შეადარა მე-19 საუკუნეში შეგროვებულ 1000-ობით ადამიანის ძვლოვან ბაზას, ამელია ერჰარტის ისტორიულ ფოტოსურათებს და ტანსაცმლის ზომებსაც. გაირკვა, რომ კლავის ძვლის შეფარდება წინა მხართან ზუსტად ემთხვეოდა ამელიას უცნაურად გრძელ მკლავებს. აი ექსპერტმა კი, რომლის გვარის ჰუდლესი იყო, შესტომა დაუშვა, რადგან იმ პერიოდისთვის ქალის ძვლის ანატომია ცუდად იყო შესწავლილი. თუ კი ეს თეორია ასახავს სინამდვილეს, წარმოიდგინეთ, ამელია ერჰარტმა და ფრედმა მართლაც რა ჯოჯოხეთი გამოიარეს. იქინა გამომდინარე, რომ ამ კუნძულზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსი ცელსიუსია. და გარდა ამისა, კუნძულზე არ არის მტკნარი წყლის არანაირი წყარო. ტიგჰარის ექსპედიციამ აქ ძვლებთან ახლოს აღმოაჩინა ასევე კოცონის კვალიც, რომელთანაც იყო დანახშირებული ფრინველის, თევზის, ზღვის კუს და გარდა ამისა გიგანტური პალმის კიბორჩხალის ძვლებიც. და სხვათა შორის ეს ის პალმის კიბორჩხალები არიან, რომლებიც თავისი მარწუხებით სრულად უპრობლემოდ ქოქოსსაც კი ამტვრევენ. ექსპერტების ვარაუდით ფრედ ნუნანი, რომელმაც რიფზე დაშვებისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო, პირველი გარდაიცვალა. ტიგჰარის არქეოლოგებმა
იპოვეს ფრედის სავარაუდო სამარხი. ამელია მარტო დარჩა. ის კვირების განმავლობაში ებრძოდა გაუწყლოებას, აგროვებდა წვიმის წყალს და იკვებებოდა უმი კუს ხორცით. ტიგ ჰარის ექსპერტების აზრით, ამელია ერჰარტი გარდაიცვალა ან გაუწყლოებისგან, ან მზის დარტყმისგან. ხოლო მისი ნეშთი იმ პალმის კიბორჩხალებმა დაანაწევრეს, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, რომლებსაც უპრობლემოდ ქოქოსის დამტვრევა შეუძლიათ და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ აქ მათ მხოლოდ და მხოლოდ 13 ცალი ძვალი იპოვეს. 2012 წელს ტიგ ჰარის ექსპედიციამ ნიკუმაროროზე იპოვა ალუმინის ფირფიტა და იგი ზუსტად ემთხვეოდა იმ ალუმინის საკერებელს, რომელიც თვითფრინავს 1927 წელს დაუმაგრეს სარკმლის ამოქოლვისას. ფირფიტის ხვრელების მანძილი, სისქე და ლითონის შემადგენლობა შეესაბამებოდა Lockheed Electras პარამეტრებს. ერთი შეხედვით ტიგ ჰარის ორგანიზაციამ უკვე ამოხსნა ეს 99 წლიანი თავსატეხი და ყველანაირი არგუმენტი შემოგთავაზა საიმისოდ, რომ დავიჯეროთ, რომ ამელია ერჰარტი სწორედ ნიკუმაროროს კუნძულზე გარდაიცვალა. მაგრამ აქ საქმეში უნდა ჩავხტოთ კონტრარგუმენტები, რომლებიც არანაკლებ დამაჯერებლად ჟღერს. პირველ რიგში, თუ კი თვითფრინავი მართლა დაეშვა რიფზე, გამოდის, რომ მისი ნანგრევები კუნძულიდან რამდენიმე ასეულ მეტრში უნდა იყოს. მაგრამ სონარების, წყალქვეშა რობოტებისა და მყინთავების დახმარებით ვერაფერი აღმოაჩინეს 10 კილომეტრის რადიუსშიც კი. მეორე კონტრარგუმენტი ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კი, რა თქმა უნდა, Lockheed Electras ჰქონდა რადიო აღჭურვილობა, ის სულაც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სიგნალი გადაეცა კუნძული ნიკუმაროროდან ფლორიდაში, იქ სადაც ბეტი კლარკმა დეტალურად ჩაიწერა ის თუ რა თქვა ამელია ერჰარტმა. საბოლოო ჯამში ეს არგუმენტი, რომელსაც იყენებს ასე ვთქვათ ტიგ ჰარი, შეიძლება ითქვას, რომ 1-16 წლის ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია. ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ კუნძულ ნიკუმაროროზე ამელია ერჰარტის გაუჩინარებამდე 8 წლით ადრე გემი Norwich City ჩაიძირა. ეკიპაჟი აქ კვირების განმავლობაში იმყოფებოდა. კრიტიკოსების აზრით, აღმოჩენილი ფეხსაცმლის ძირი, ჭორფლის კრემი და სხვა სამხილები შესაძლოა სწორედ მათ ეკუთვნოდათ. ყველაზე რთულად დასაჯარებელ არგუმენტად კი ძვლების ანალიზი ითვლება, რადგან 2018 წელს ჩატარებული კვლევა მხოლოდ 1940 წელს ექიმ ჰუდლესის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს ეყრდნობოდა. ბევრი ანთროპოლოგი მიიჩნევს, რომ ექიმის ჩანაწერები არ არის საკმარისად დეტალური, რომ თანამედროვე პროგრამამ ზუსტი დასკვნა გააკეთოს. ერთი შეხედვით ტიგ ჰარის ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს და თან აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ვერსიაში ამელია ერჰარტი არაუბრალოდ ოკეანეში ჩავარდა და გარდაიცვალა, არამედ მოახერხა და დასვა თვითფრინავი ბარიერულ რიფზე. გარდა ამისა, შემდეგ გადავიდა კუნძულზე და აქ გადარჩენისთვის იბრძოლა ფრედ ნუნანის სიცოცხლის გადასარჩენადაც კი. და ასე ეს ისტორია ბევრად უფრო ლამაზად გვეჩვენება, მაგრამ სამწუხაროდ ტიგ ჰარის ვერსია ვერ უძლებს კონტრარგუმენტებს. და აქ ერთი რამ გაითვალისწინეთ. მე რომ ტიგ ჰარის ყველა არგუმენტი და ყველა კონტრარგუმენტი ჩამოვთვალო, სავარაუდოდ ეს ვიდეო მარტო ერთ თეორიას უნდა მიუძღვნა და ეს ვიდეო იქნება ალბათ მინიმუმ 10 საათიანი. მე უბრალოდ ის ძირითადი არგუმენტები ავიღე და ძირითადი კონტრარგუმენტები დავუპირისპირე, რომელიც ამ საქმეს საინტერესოს ხდის. კარგი, მოკლედ, მოდი ახლა მესამე თეორიაზეც გადავიდეთ, რომელიც დამიჯერეთ არანაკლებ კითხვის ნიშანს ბადებს. 1927 წელს წყნარი ოკეანის ის რეგიონი, სადაც ამელია და ფრედი მიფრინავდნენ, აბსოლუტურად მშვიდი ადგილი სულაც არ ყოფილა. მეორე მსოფლიო ომამდე 4 წლით ადრე იაპონიის იმპერია ფარულად და უკანონოდ ახდენდა მარშალის კუნძულების მილიტარიზაციას. ისინი აშენებდნენ საიდუმლო სამხედრო ბაზებს, აეროდრომებსა და ბუნკერებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ ეს იცოდა, მაგრამ ზუსტი კოორდინატები მათ რა თქმა უნდა არ ჰქონდათ. ამ თეორიის მიხედვით ამელიას კურსი შეეშალა, დაუშვა სანავიგაციო შეცდომა და ჩამოვარდა არა ჰაულენდთან, არამედ მარშალის კუნძულების სიახლოვეს, პირდაპირ იაპონელების საიდუმლო ზონაში. 1960-იან წლებში ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრედ გერნერმა ჩაატარა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოკითხა, არა 1 და 2, არამედ 200-მდე. და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თითქმის ერთი და იგივე ისტორიას ყვებოდა. 1927 წლის ზაფხულში ატოლ მილიზე პატარა კუნძულთან წყალში ჩამოვარდა ორძრავიანი თვითფრინავი. ადგილობრივმა მეთევზეებმა დაინახეს, როგორ მიუახლოვდა ჩაძირულ თვითფრინავს იაპონური სამხედრო ხომალდი. სავარაუდოდ კრეისერი კოშუ,
და წყლიდან ამოიყვანა მოკლეთმიანი თეთრკანიანი ქალი, რომელსაც შარვალი ეცვა და მაღალი, გამხდარი მამაკაცი მასთან ერთად. ადგილობრივების თქმით, იაპონელებმა თვითმფრინავი გემზე აიტანეს, პილოტებს კი ხელბორკილები დაადეს. იმის გათვალისწინებით, რომ Lockheed Electra-ზე, ანუ ამელიას თვითმფრინავზე იყო დამაგრებული თანამედროვე ფოტოაპარატურა, იაპონელებმა როგორც ჩანს ამ თეორიის მიხედვით იფიქრეს, რომ ამელიას და ფრედიც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშები, რომლებიც იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ სად იყო იაპონელების მილიტარიზირებული ზონა. მე მგონი სწორად თქვი ეგ სიტყვა. კიდევ ერთ მტკიცებულებად ითვლება ის, რომ ტყვეები გადაიყვანეს კუნძულ საიპანიზე, რომლის ადგილობრივი მაცხოვრებლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ 1927-38 წლებში აქ არსებულ გარაბანის ციხეში იაპონელებს 2 ამერიკელი პატიმარი ჰყავდათ ტყვედ. ფრედ გერნერის ერთ-ერთი თვითმფრინავი მატიას ბორხა საუბრობდა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც იგი ამ ციხეში დამლაგებლად მუშაობდა, აქ იაპონელებს ჰყავდათ ტყვედ ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, რომელიც იყო მაღალი, რომელსაც ჰქონდა მოკლე თმა, გარდა ამისა ეცვა საავიაციო კომბინეზონი და აწუხებდა დეზინტერია. 1944 წელს, მაშინ როცა ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სისხლის მღვრელი ბრძოლით აიღეს კუნძული საიპანი, რამდენიმე ჯარისკაცმა უცნაური რამ აღმოაჩინა. საზღვაო ქვეითმა რობერტ ველმა განაცხადა, რომ გარაბანის ციხის კომენდანტის ოფისში იპოვა ამელია ერჰარტის ამერიკული პასპორტი და მისი პირადი სამოგზაურო ჩანთა. მან ეს ნივთები ოფიცერს გადასცა, რის შემდეგაც ისინი უკვალოდ გაქრა. სხვა ჯარისკაცებმა იპოვეს უზარმაზარი სეიფი. როდესაც სეიფი გაჭრეს, შიგნით იდო Lockheed Electra-ს ტექნიკური რუკები, ჟურნალები და თვითმფრინავის ნაწილები. 2017 წელს ტელეკომპანია History Channel-მა გამოაქვეყნა სენსაციური ფოტოსურათი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივში იპოვეს. ფოტოზე, რომელიც 1927 წელს ჯალუიტის პორტშია გადაღებული, ჩანს თეთრკანიანი ქალი, რომელიც ზურგით ზის და ზუსტად ამელიას ვარცხნილობა აქვს. იქვე კი დგას მამაკაცი, რომელიც საოცრად გავს ფრედ ნუნანს. მოგვიანებით, მაშინ როდესაც იაპონელები ჩაერთვნენ ამ საქმის გამოძიებაში, აღმოჩნდა, რომ ფოტო, რომელიც სატელევიზიო შოუში გააშუქეს, არა 1927 წელს, არამედ 1935 წელს იყო გადაღებული და მეტიც, გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ იაპონურ ტურისტულ ჟურნალში. მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ არგუმენტებზე, რომლებიც ჯარისკაცებს ჰქონდათ? ძალიან პრიმიტიულად რომ აგიხსნათ, საქმე ის არის, რომ თუ კი რომელიმე თქვენგანს ყავს მეთევზე მეგობარი ან მონადირე მეგობარი, დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ყავს ამ მეთევზეს დაჭერილი 50 კილოიანი ლოქო თავისი ხელებით და მონადირეს როგორ ყავს მონადირებული დათვი ჩანგლით. საქმე ის არის, რომ ამ პერიოდში, ანუ 1944 წელს, მაშინ როდესაც ამერიკელებმა ეს კუნძული აიღეს, მართლაც რომ სისხლის მღვრელი ბრძოლის შედეგად, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ სადღაც აქვე ახლომახლოს ამელია ერჰარტის თვითმფრინავი იყო დაკარგული და მათ ყველანაირად სურდათ, რომ ამ ისტორიაში თავიანთი წვლილი ჰქონოდათ შეტანილი და შესაბამისად იგონებდნენ რაღაცებს, იმიტომ რომ არც ერთი ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, უბრალოდ არ არსებობს. არქეოლოგებმა ომის შემდეგ საიპანზე გათხრები ჩაატარეს. ის სასაფლაო, სადაც ადგილობრივების თქმით ამელია დაასაფლავეს, თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს. თუმცა ნაპოვნი ძვლებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ევროპეიდული რასის მქონე ქალის ძვლები. საბოლოო ჯამში ჩვენ ვრჩებით ერთ ტრაგიკულ, ყველაზე მარტივ და ლოგიკურ რეალობასთან. ამელია ერჰარტს დაუმთავრდა საწვავი და მისი თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ ამელია ერჰარტი იყო ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. ეს იყო ქალი, რომელიც არ ნებდებოდა. აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ამელია ერჰარტმა მანამ სანამ გაფრინდებოდა თავის მეუღლეს დაუწერა წერილი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახსნილიყო, თუ კი ის ვერ შეძლებდა დაბრუნებას. ეს წერილი დღემდე ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად ითვლება. გთხოვ, იცოდე, რომ მე სრულად მაქვს გაცნობიერებული ის რისკი, რომელზეც მივდივარ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სურს ქალებმა სცადონ და გააკეთონ ის, რაც კაცებმა სცადეს. და თუ ისინი დამარცხდებიან, მათი მარცხი მხოლოდ გამოწვევა უნდა იყოს სხვებისთვის. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ სად განისვენებს ამელია ერჰარტის ცხედარი, არამედ ის, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საკუთარი ოცნებებისთვის ცაში ფრენა ყოველთვის ღირს.
დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქებთ მას და გააზიარებთ სოციალურ ქსელებში. დროებით.